კარგი დავიწყოთ რა. ალბათ გამიგეთ აკითხავს მოხსენებას. თევზისა და დელფინის გამოსახულებები ლინგვისტიკურ წერილებზე საქართველოში. მოგესალმებით. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით გლიპტიკა ხდება ქრისტიანული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ქრისტიანობამ საქართველოში ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის პირველი ნახევარშივე უქადაგია ღვთისმშობლის მიერ წარმოგზავნილ ქრისტეს მოწაფეთა ძლიერ ჯგუფს, ადრიან პირველწოდებულს, სიმონ კანანელს, მატათას, ბართლომეს და სხვა. ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი ის ფაქტი, რომ მთელს მაშინდელ სამყაროში მხედველობაში გვაქვს ქრისტიანული სამყარო და ძირითადად რომი და რომის იმპერია, საყოველთაოდ გავრცელებული ადრე ქრისტიანული ისეთი სიმბოლური ნიშნები, როგორიცაა თევზი ან თევზები, დელფინი, ჯვრის ფორმის ღუზა, ქრიზმა, მტრედი ან პატარა ჩიტი, პალმის რტო, სიცოცხლის ხე, წმინდანთა გამოსახულებები და სხვა, ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარებამდე იბერიაში ახალი წელთაღრიცხვის 326 წლამდე ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოშიც ბეჭდებისა და სხვა სამკაულის შემამკობელ გემა ინტალიოებზე. ეს სამკაული მიმოქცევაში იყო ახალი წელთაღრიცხვის პირველ მეოთხე საუკუნეებში. ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარებამდე ეხლა ნახოთ ეს. ეს იხთუს, ესე თევზი, ესე იკითხება. როგორც იესო ქრისტე ძე ღვთისა მხსნელი ან მაცხოვარი. ამ სიმბოლოს მაცხოვართან კავშირის დამადასტურებელი ერთ-ერთი სარწმუნო გამოსახულება დადასტურებულია რავენის წმინდა აპოლონიის ტაძრის ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის მოზაიკაზე, სადაც ქრისტეს თავთან გამოსახულია ჯვრის ვერტიკალურ მკლავზე მოცემული სიტყვა იხთუს. თევზი ქრისტიანების დევრის პერიოდში მათი სასაუბრო ენის ერთ-ერთი ძირითად სიმბოლოს წარმოადგენდა და უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ჩანს საქართველოში აღმოჩენილ რომაულ გემებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თევზის გამოსახულება როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული მნიშვნელობით ანტიკური ხანის რომაულ გლიპტიკურ ძეგლებზეც ფართოდ იყო გავრცელებული. ვინაიდან ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, საქართველოში აღმოჩენილი თევზის გამოსახულებიანი ყველა გემა ქრისტიანულია თუ არა, ინტალიოები თევზის გამოსახულებით დავყავით არსობრივად განსხვავებულ ორ იკონოგრაფიულ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ ის გემები, რომლებზეც თევზის ან თევზების გამოსახულებები მოცემულია კონტექსტის გარეშე, უბრალოდ თევზი ან თევზები. ასეთი გემები აღმოჩენილია როგორც მდიდრულ, ისე რიგით სამარხებში. ესენია სამთავროს სამაროვანზე 24 ბავშვის სამარხში ქვაყუთში აღმოჩენილ ოქროს ბეჭედში ჩასმული სარდიონის ოვალური გემა ინტალიო ერთი თევზის გამოსახულებით. გემა დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის პირველი, ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით. აღნიშნავთ, რომ რომაული გლიპტიკის თავდაპირველი გამოჩენა ქართლში ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მეორე ნახევარში უკავშირდება ქართლის სამეფოს რომთან პოლიტიკურ ურთიერთობას. ცნობილია, რომ რომის სარდალმა პომპეუსმა ძველი წელთაღრიცხვის 65 წლებში ილაშქრა ქართლში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება იბერიაში რომაული გლიპტიკის ნიმუშების შემოდინება. სამთავრული ინტალიო მიჩნეულია რომაულ ნაკეთობად. თევზის გამოსახულება კი ზოდიაქოს ნიშნად. რაც შეეხება ბეჭედს, მას ანტიკურ საიუველირო ხელოვნებაში ანალოგი არ ეძებნება და საფიქრებელია, რომ ადგილობრივად იყოს დამზადებული. სამთავრული ბეჭედი თავისი აგებულებით, დეკორატიულად გაფორმებულ მხრებზე დარჩული სამსამე ბირთვის მიხედვით გემაზე გაცილებით გვიანდელად მიგვაჩნია. საერთოდ ბირთვებიანი ბეჭდები ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნის მეორე ნახევარსა და ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეებისთვის არის დამახასიათებელი. და ვინაიდან ამ ოქროს ბეჭედს ორივე მხრიდან არა თითო-თითო, არამედ სამსამე ბირთვი აქვს დარჩენილი, ეს პროცესი უფრო შორს წასულად მიგვაჩნია და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ბეჭედი ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით დავათარიღოთ. საერთოდ სამთავროს AES 24 სამარხი ქალბატონმა ნუცა უგრელიძემ დაათარიღა ახალი წელთაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეებით. მიცვალებული დაკრძალულია გაშოტილი ქრისტიანული წესით. მაშასადამე ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის გემა, რომელიც ოდესღაც წარმართული სიმბოლო ზოდიაქოს ნიშანი იყო, ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში ქრისტიანს მეორადად გამოუყენებია, როგორც ქრისტიანული მრწამსის აღნიშნული სიმბოლო. სამთავროს ამავე 24 სამარხში
აღმოჩნდა ფიალა, რომელზეც გამოსახულია მყივანი ფარშევანგი. ხოლო მის უკან მომცრო ხე, ბერძნული წარწერით შესვიდა იცოცხლე. ადრექრისტიანული ხანის ძეგლებზე ფარშევანგის გამოსახულება ხშირია და მას თითქმის ისეთივე სიმბოლური დარტვირთვა აქვს, როგორც წარმართებისთვის, ისეთი როგორც ქრისტიანებისთვის. იგი უკვდავების, აღდგომისა და გაზაფხულის სიმბოლოა ადრექრისტიანებისთვისაც. აინალობის აზრით ასეთი წარწერა წარმოადგენს უფრო ვრცელი ფორმულის შემოკლებას, რომელიც ნიშნავს შესვი მომავალ სიცოცხლეში, ან შესვი ევქარისტიაში, მომავალ სიცოცხლეში, ამას უკვე ლატიშები ამბობს. ერთი სიტყვის სამთავროს 24 სამარხში დაკრძალულს უძველესი წარმართული ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა თევზი და ფარშევანგი, მე-4 საუკუნეში გამოუყენებია საკუთარი ქრისტიანული წამსის აღსანიშნავად. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ აგრეთვე არმაზის ხევის ნომერ 2 ღარიბულ კრამიტყუთში აღმოჩენილ რკინის ბეჭედში ჩასმულ სარდიონის გემა ინტალიოს ვაერთიანებთ პირველ ჯგუფში. თევზის სქემატური გამოსახულებით. სამარხი დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის პირველ მესამე საუკუნეებით, მიცვალებული დაკრძალული იყო წარმართული წესით, თავით დასავლეთისკენ მარჯვენა გვერდზე ფეხები მოკეცილი. პირველ ჯგუფში მოვათავსეთ ყათლანის ხევის სამაროვნის ნომერ 1 და მეორე ორმოსამარხში აღმოჩენილი 2 სარდიონის გემა თევზის გამოსახულებით. აქედან ერთი ინტალიო არის ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით დათარიღებული, მეორე კიდე ბეჭედჩიზის, ეს ბეჭედჩიზის, მეორე რომელიც და პირველი მარტო თვალი არის. ერთი არის მეორე საუკუნით დათარიღებული, ხოლო მეორე არის მესამე საუკუნეებით. და ინტალიოზე ამოკვეთილია თითო თევზი. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ ასევე ურბნისის სამაროვნის ნომერ 55 და 109 საშუალო ფენის სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოსა და რკინის ბეჭდებში ჩასმული სამფეროვანი მინისა და სარდიონის ინტალიოები თევზის გამოსახულებით. მათ შორის 109 სამარხში აღმოჩენილ სარდიონის ინტალიოზე გამოსახულია ერთმანეთის მიმართ თავშექცეული 2 თევზი. ბეჭდები ინტალიოებით ურთ დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამარხებში მიცვალებულთა დაკრძალვის წესი წარმართულია, ეს გამოსახულებები მიჩნეულია ზოდიაქოს ნიშნებად. გადავედით შემდეგზე. პირველ ჯგუფში ვაერთიანებთ აგრეთვე სამთავრო სამაროვნის ნომერ 93 ქვაყუთში აღმოჩენილ ოქროს ბეჭედში ჩასმულ კაბოშონის ფორმის სარდონიქსის გემა ინტალიოს ერთი თევზის გამოსახულებით. გემა დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით. პირველ ჯგუფში მოვათავსეთ ცხეთაში ნომერ 15 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ბეჭედი სარდიონის გემა ინტალიოთი ერთი თევზის გამოსახულებით. დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით. სამარხში მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით, გაშოტილი თავით დასავლეთისაკენ. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ აგრეთვე სამთავრო სამაროვნის ნომერ 29 ქალის სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ბეჭედში ჩასმული სარდიონის ინტალიო ერთი თევზის გამოსახულებით. დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით, მიცვალებული დაკრძალული იყო გაშოტილი თავით აღმოსავლეთისაკენ. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ სამთავროში ბაიერნის მიერ აღმოჩენილ ვერცხლის ბეჭედში ჩასმული სარდიონის გემა ინტალიო ერთი თევზის გამოსახულებით. ბეჭედიცა და გემაც დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით. დაკრძალვა არ ვიცით როგორია, მინაიდან სამარხები არ არის შემორჩენილი და ყოველ შემთხვევაში ბაიერნის განათხარ მასალაში როგორ იყო დაკრძალული, ამას ვერ მოგახსენებ თავ შემთხვევაში. პირველ ჯგუფში მოთავსებულია აგრეთვე სამთავრო სამაროვნის ნომერ 970 სამარხში აღმოჩენილი რკინის ბეჭედში ჩასმული სარდიონის გემა ინტალიო ერთი თევზის გამოსახულებით. სამარხი დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მესამე-მეოთხე საუკუნეებით. ამ სამარხში დაკრძალული იყო 2 ინდივიდი, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ სავარაუდოდ გაშოტილ მდგომარეობაში. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ აგრეთვე ჟინვალის სამაროვნის ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით დათარიღებულ ნომერ 313 სამარხში აღმოჩენილ ვერცხლის ბეჭედში ჩასმული სარდიონის გემა ინტალიო თევზისა და კრევეტის ძალზე სქემატური გამოსახულებით. მიცვალებული მანდილოსანი დაკრძალული იყო წარმართული წესით, კიდურები მოხრილი მარჯვენა გვერდზე. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ ასევე ჟინვალის სამაროვანზე ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით დათარიღებულ ნომერ 591 სამარხში აღმოჩენილ ბრინჯაოს ბეჭედში ჩასმულ სარდიონის ინტალიოს
ერთი თევზის სანდიეროს ინტალიო ერთი თევზის ძალზე სქემატური გამოსახულებით. სამარხში ესვენა ერთი ჩონჩხი, წარმართული წესით, კიდურები მოხრილი მარჯვენა გვერდზე. პირველ ჯგუფში მომათასეთ აგრეთვე ჟინვალის ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ნომერ 246-43-ში აღმოჩენილი ვერცხლის ორბუდიანი ბეჭედში ჩასმული ორი სარდიონის გემა ინტალიო თითო თევზის გამოსახულებით. სამარხში ესვენა ორი ჩონჩხი, ერთი მიხვეტილი იყო სამხრეთით, ხოლო მეორე ესვენა წარმართული წესით, კიდურები მოკეცილი მარცხენა გვერდზე. ახლა გადავდივართ მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფში გავაერთიანეთ ის გემა ინტალიოები, რომლებზეც აღმოჩენილი თევზი ან თევზები ქრისტიანული კონტექსტის თანხლებით არიან გამოსახულები. ორი თევზი ჯვრის ფორმის ღუზის მარჯვნივ ან მარცხნივ, ან საკურთხეველზე დადებული თევზი. წარმართებისთვის ღუზა თავისი დანიშნულების გამო იმედის, რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო და ქრისტიანებშიც იგი იმავე მნიშვნელობით გადავიდა. თევზთან ერთად კომბინაციაში კი კომპოზიცია ჯვარცულ ქრისტედ აღიქმებოდა. ამგვარი სიუჟეტები უკვე დანამდვილებით ქრისტიანის მიერ იყო სპეციალურად დაკვეთილი. ესენია ჟინვალის სამაროვნის ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ნომერ 351 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბეჭდის ფრაგმენტი, სარდიონის ინტალიოზე ჯვრისებრი ღუზის მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის პარალელურად და თავებით ერთი მიმართულებით გადმოცემული ორი თევზის გამოსახულებით. მანდილოსანი დაკრძალული იყო წარმართული წესით, კიდურები მოკმეცილი მარჯვენა გვერდზე. სვეტი ცხოველი მეორის ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ნომერ 17 თიხისფილა სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ბეჭედი სარდიონის გემა ინტალიოთი ჯვრისებრი ღუზის მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის პარალელურად და თავებით ერთი მიმართულებით გამოსახული თევზის გამოსახულებით. დედაშვილი დაკრძალულები იყვნენ ქრისტიანული წესით, გაშოტილი თავით დასავლეთისკენ, ხელები მკერდზე დაკრეფილი. ურბნის სამაროვნის ნომერ ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ნომერ 193 სამარხში აღმოჩენილი რკინის ბეჭედი სარდიონის გემა ინტალიოთი საკურთხეველზე დადებული თევზის გამოსახულებით, დანამდვილებით ქრისტიანული. სამთავროს ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ნომერ 71 ქვაყუთში აღმოჩენილი ვერცხლის ბეჭედი სარდიონის ინტალიოთი ჯვრისებრი ღუზის მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის პარალელურად და თავებით ერთი მიმართულებით გამოსახული ორი თევზის გამოსახულებით. დაკრძალული იყო ბავშვი, გულაღმა გაშოტილი თავით აღმოსავლეთისკენ. ჟინვალის სამაროვნის ნომერ მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ნომერ 156 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ბეჭედი სარდიონის ინტალიოზე ჯვრისებრი საჭის მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის პარალელურად და თავებით ერთ მხარეს გადმოცემული ორი თევზის გამოსახულებით. ორივე დაკრძალული იყო წარმართული წესით, კიდურები მოკეცილი, ერთი მარცხენა გვერდზე, მეორე მარჯვენაზე. ციხისძირში ახლა რაშია საქმე? ციხისძირის ფოტო არა მაქვს, ინაიშვილსაა გადმოცემული და დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ეს ერთი ციხისძირში აღმოჩენილი ინტალიო არსებობს, რომელიც არის დანამდვილებით ქრისტიანული, იმიტომ რომ აი ესეთივე ჯვრისებრი ღუზის მარჯვნივ და მარცხნივ არის თევზები მოცემული და ერთი მიმართულებით მიცურავენ. ბოდიში რო ფოტო არა აქვს. როგორც ხედავთ, ამ პერიოდში მეორე ჯგუფში გაერთიანებული და დანამდვილებით ქრისტიანი ბეჭდის მფლობელების დაკრძალვის წესს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგიერთი დაკრძალული და წარმართული წესით იმის დასადგენად ქრისტიანი იყო მიცვალებული თუ არა, აი ამ დაკრძალვის წესს ჩვენ ვერ დავეყრდნობით, მხოლოდ დაკრძალვის წესს. ესე იგი, მით უმეტეს რომ ამ პერიოდში ჯერ არ არის დაკრძალვის ქრისტიანული წესი დადგენილი. აღსანიშნავია, რომ ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში, მაგალითად სამთავროში, ერწოში და არაგვისპირში აღმოჩენილ დიდებულთა სამარხებში დაკრძალვის წესი უკვე ქრისტიანულია. თუმცა რიგით სამარხებში ინერციით ისევ მოხრილ მდგომარეობაში არიან დაკრძალულები, რაც ტრადიციის მდგრადობაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში ჩდება კითხვა. პირველ ჯგუფში გაერთიანებული ინტალიოების მფლობელებიც, რომლებიც წარმართული წესით არიან დაკრძალულები, ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ქრისტიანებად თუ არა. ამ საკითხზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული. ქეთევან დიღმელაშვილის აზრით, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული თევზის გამოსახულებიანი გემა ინტალიოები ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებულ სიმბოლოებად შეგვიძლია მოვიესწროთ. ანუ ყველა
რაც ახლა მე ჩამოთვალე იმის და მიუხედავად წარმართული წესით არის ის დაკრძალული თუ ქრისტიანული წესით. მარიამ შვილდაძე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებით დათარიღებულ თევზის გამოსახულებიან ინტალიოებს ქრისტიანულ სიმბოლოს გამომხატველად მოიაზრებს. ახლა ჩვენი მოსაზრებით ჩვენ რაც გვაჩვენა ესე იგი აი ამ ორმა ჯგუფმა რისთვის გავაკეთეთ ეს კლასიფიკაცია და ასეთი აზრი დაგვებადა ჩვენ რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში თევზის გამოსახულებიანი გემების ნაწილი ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული გემებია და წარმართის კუთვნილებად მიგვაჩნია განსაკუთრებით გემა სამთავროს 24 სამარხი და რომელიც აი გახსოვთ პირველ საუკუნეში არის დამზადებული და შემდეგ მეოთხე საუკუნეში გამოიყენეს ქრისტიანებმა და თავდაპირველად ის იყო ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული. უკვე მერე მოხდა მეოთხე საუკუნეში ქრისტიანის მიერ ქრისტიანული მწაფსის აღსანიშნავად მისი გამოყენება. ასევე ურბნისის 109 სამარხიდან თევზების ზოდიაქოს ნიშნით, რომლის ტარება თევზების თანავარსკვლავედის მფარველობასთან აღიქმებოდა. ამდენად გემა ანტიკურ სამყაროსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დანარჩენი გემები კონტექსტის გარეშე, მხოლოდ თევზები. ანუ პირველ ჯგუფში რაც გავაერთიანეთ, ხო? შესაძლოა იყოს როგორც ქრისტიანის, ისე წარმართვის კუთვნილება. ძალიან საინტერესოა ჟინვალის 313 სამარხში აღმოჩენილი გემა თევზისა და კრევეტის გამოსახულებით. გემები კრევეტის გამოსახულებით ზოგ მკვლევარის მიერ ეგრეთ წოდებულ საკვებთან დაკავშირებულ ინტალიოებად მოიაზრება. ჩვენი მოსაზრებით კრევეტის თევზთან ერთად შესაძლოა ქრისტიანული მნიშვნელობაც ჰქონდეს, ვითარცა ქრისტეს მიერ ადამიანებისათვის საკვების მიწოდება. მაშასადამე ჩვენი შუალედური დასკვნა ესეთია. პირველ ჯგუფში გაერთიანებულ თევზის გამოსახულებებს კონტექსტის გარეშე მივიჩნევთ სიმბოლური ხასიათის ისეთ გამოსახულებებად, რომელთა ერთი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ანტიკურ წარმართულ ხელოვნებასთან, ხოლო მეორე ნაწილს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს გემები მიუხედავად წარმართული წესით დაკრძალვისა შესაძლოა კუთვნილება ყოფილიყო როგორც წარმართების, ისე ქრისტიანებისთვის და თუ წარმართებისთვის ისინი უბრალოდ ნაყოფიერების სიმბოლო თევზის გამოსახულება იყო, ქრისტიანები მასში მაშინვე გამოიცნობდნენ ან იგულისხმებდნენ ქრისტიანულ სიმბოლიკას, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო დევნაში მყოფი ქრისტიანებისთვის და რასაც ვერ მიხვდებოდა ოფიციალური ხელისუფლება. ანუ მეორე ჯგუფში გაერთიანებული დანამდვილებით ქრისტიანები არიან, მიუხედავად წარმართული დაკრძალვისა, ხოლო პირველ ჯგუფში ნაწილი არის ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული ჩემი მოსაზრებით და მეორე ნაწილი აი თეორიულად შეიძლება იყოს შეიძლება იყვნენ ქრისტიანები, ფარული ქრისტიანები, იმიტომ რომ ისინი იმალებიან, მაგრამ ესე არა გვაქვს ჩვენ ესეთი დამამტკიცებელი საბუთი ამისი, ამიტომ ასეთი ფორმულირება გავაკეთეთ ჩვენ აი ამ თევზებთან დაკავშირებით. ახლა აქვე გვინდა შევეხოთ გემაიან იტალიოებს დელფინის გამოსახულებით. კლასიკური მითოლოგიის ეს გადმონაშთი პირველად რომაულ კატაკომბებში გამოჩნდა და შუა საუკუნეებამდე გამოიყენებოდა. ითვლებოდა, რომ სწრაფ და მეგობრულ დელფინს მიცვალებულთა სულები საიქიოში გადაჰყავდა და ამიტომ ხშირად გამოიყენებოდა ანტიკურ დეკორატიულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით გლიფტიკაში. ადრე ქრისტიანულ ხელოვნებაში დელფინის მოტივი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დროთა განმავლობაში ქრისტიანულ იკონოგრაფიაში დელფინი ასოცირდება ქრისტეს შემოსვლასთან, დაკრძალვასა და აღდგომასთან. ზოგჯერ ის სამკაპზე ჩნდება როგორც ჯვარცმის სიმბოლო. დელფინი ქრისტიანის სულის გადარჩენასთანაც არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ იბერიაში თევზისა და დელფინის გამოსახულებელი ერთდროულად ჩნდება პირველი საუკუნიდან. და ახლა გავარკვევთ ჩვენ, დელფინი ახალი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლის საწყის საუკუნეებში ისე ხშირად არ არის გამოსახული საქართველოში აღმოჩენილ გემაიტოლებებზე, როგორც თევზი, მაგრამ არის რამდენიმე გემა სამთავროდან, ზღუდერიდან, ცხეთიდან, ურბნისიდან, ჟინვალიდან და ბიჭვინიდან. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანში და შევეცდებით გავარკვიოთ, რომელი გამოსახულებაა წარმართული და რომელი ქრისტიანული. ზღუდერში მესამე ხის სარკოფაგში აღმოჩენილია სარდიონ ფრცხილის კამეო, რომელიც ყელის ოქროს სამკაულს ამკობს. კამეის ზედაპირზე გამოსახულია მოცურავე დელფინი ზურგზე წამოწოლილი ზღვის ნიმფა ნერეიდა. სხვა მოსაზრებით ღვთაება შესაძლოა იყოს ქალღვთაება ლევკოთეა, რომლის კულტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იბერიაში. ლევკოთეა იგივე თეთროსანი, თეთრი ღვთაება.
ახლო კავშირში იყო ნერეიდასთან და ისინი ჩვეულებრივ მეცვალებულთა საიქიოში გამცილებლებად ითვლებოდნენ. კამეო მაღალმხატვრული და დახვეწილი ნამუშევარია, გამოსახულების სტილი გამოირჩევა განსაკუთრებული კონტრასტებით, რომლებიც რელიეფისა და ფერთა სხვაობაზეა აგებული. ხელოვანი სრულყოფილად ფლობს როგორც პლასტიკის, ისე ფერწერული ხელოვნების ხერხებს და მათი ოსტატური შეხამება შეშალისრამ მხატვრულ ეფექტს აღწევს. სამკაული კამეოთი მიჩნეულია რომაულ ნაკეთობად და დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით. ქალბატონმა ქეთევან ჯავახიშვილმა დაათარიღა. მეორე საუკუნით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დელფინის გამოსახულება, რომელიც დაბალ რელიეფში ძალზე რეალისტურად არის შესრულებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოქნეული ზევით ატყორცნის ბოლოში ორ ფარფლად გაყოფილი კუდი. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში დელფინი ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და ყელსაბამი კამეოთი რომელიმე წარმართი იბერიელი დიდებულის კუთვნილება იყო. ეხლა ეს მეორე საუკუნით არის დათარიღებული. ახლა ნახოთ აი მეორე საუკუნით არის ეს დათარიღებული ეს იგივე გემა. აი რომელზედაც არის დელფინის გამოსახულება. და არის აბსოლუტურად განსხვავებული იკონოგრაფიული ტიპი. სამთავროს სამაროვნის ნომერ 154 სამარხში აღმოჩნდა ოვალური და ბრტყელი სარდიონის ინტალიო, რომელიც ოდესღაც რკინის ბეჭედში იჯდა. გემაზე გამოსახულია დელფინი, მიცურავს. დათარიღებული ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით, მაქსიმოვა ქალბატონი მარია მაქსიმოვას მიერ. ჩვენი მოსაზრებით გემა ქრისტიანულია, რადგან დელფინის ზევით ატყორცნილ კუდზე, რომელიც ორად არის გაყოფილი, შეინიშნება ჰორიზონტალური ხაზი, რაც მკაფიოდ ჯვრის გამოსახულებას იძლევა. დაკრძალულია ორი მიცვალებული ზურგზე გაშოტილი, თავით აღმოსავლეთისკენ ქრისტიანულად. მაშასადამე დელფინის დანარჩენი გამოსახულებები, რომლებიც ემსგავსება ზღუდერულ დელფინს, განსაკუთრებით კუდის მოდელირებით, მივიჩნევთ ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებულ ნაკეთობად, ხოლო დელფინები, რომლებიც ემსგავსება სამთავრულ დელფინს, ქრისტიანულად. თუ ჩვენი მსჯელობა მართებულია, მაშინ გამოდის რომ ცხეთის ნომერ პირველ აკლდამაში აღმოჩნდა ყავისფერი აკატის გემა ინტალიო. ინტალიო ოვალურია, მის პირზე გამოსახულია დელფინი პროფილში, ორად გაყოფილი და გაშლილი კუდი თითქოს მოქნეული აქვს, რითაც ემსგავსება ზღუდერულ დელფინის გამოსახულებას. დელფინის ირგვლივ მინდვრის საკმაოდ დიდი თავისუფალი არ ერჩება. დაბალი და ბრტყელი კვეთით არის შესრულებული, ასეთი გემები ძალიან ხშირია რომაულ გლიფტიკაში, ვინაიდან გემა მიჩნეულია დაუსრულებულ ნაკეთობად, ქალბატონ მარგარიტა ლოტკიფანიძე ფიქრობს ქალბატონი მარგო, რომ იგი შემოტანილი ვერ იქნება. ამიტომ ინტალიო მიჩნეულია უცხო ოსტატის მიერ ადგილობრივად დამზადებულ გემად. გემა დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით და ფიქრობთ, რომ გემა ისე როგორც ზღუდერული კამეო ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და წარმართის კუთვნილება იყო. ჟინვალის სამაროვნის ნომერ 263 სამარხში აღმოჩნდა რკინის ბეჭედი და ეხლა თავი რო არ შეგაწყინოთ. აი ეს ეხლა ჩამონათვალი ის რომელიც ზღუდერულ დელფინს გავს, ანუ რომელიც ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და აი ესეც არის ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული. აი ეს გამოსახულება ნახეთ, კუდი როგორ აქვს გაშლილი და მიმსგავსებულია. აი ესეც მეორე საუკუნის არის დათარიღებული. ახლა გადავიდეთ ურბნისის სამაროვნის 180 სამარხში აღმოჩნდა მოწითალო ნარინჯისფერი სარდიონის ინტალიო რკინის ბეჭედში. იგი მეორე საუკუნით არის დათარიღებული და ამ ანტიკურ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და წარმართის კუთვნილება იყო. ურბნისის ნომერ 35 სამარხში აღმოჩნდა მოწითალო ყავისფერი სარდიონის გემა ინტალიო, რომელიც რკინის ბეჭედში ჟის, გემაზე საკმაოდ ღრმად და მკაფიოდ ამოკვეთილია დელფინი, რამდენადმე სქემატურად. მეორე მესამე საუკუნეს განეკუთვნება. იგი და ფიქრობ დელფინის გამოსახულებიანი ეს გემა ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და წარმართვის კუთვნილება იყო, რადგან დელფინს აქვს უცნაურად მოდელირებული მოკლე ორად გაყოფილი კუდი, რომელზედაც რაიმე ქრისტიანული სიმბოლიკასთან დაკავშირებული გამოსახულება არ შეინიშნება. გარდა ამისა, ამავე სამარხში აღმოჩენილია რკინის ბეჭედი ნარინჯისფერი სარდიონით, რომელზეც ამოკვეთილია ღვთაება ათენა. თუმცა ეს არგუმენტი ყველა შემთხვევაში მყარი ვერ არის, რადგან გვხვდება ბეჭდები მკაფიოდ ქრისტიანული სიმბოლიკით, რომლებიც სამარხში ჩატანებულია ანტიკური ღვთაებებით შემკულ ბეჭდებთან ერთად. მაგალითად, იგივე ურბნისის 193 სამარხში გემა საკურთხეველზე დადებული თევზებით ჩატანებულია რომელიღაც შუბოსან ანტიკურ ღვთაებასთან ერთად.
ღვთაებიან ინტალიოსთან ერთად. არადა ცნობილია, რომ პირველ ქრისტიანი მამა კლიმენტი ალექსანდრიელი უკრძალავდა ქრისტიანებს წარმართული ღვთაებებით შემკული ბეჭდების ტარებას და მოუწოდებდა მათ ეტარებინათ მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლიკით ამსახველი საბეჭდავი ბეჭდები. ამ პირობებში ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმ პერიოდში ქრისტიანული იკონოგრაფია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და შესაძლოა ძველ ფორმაში, ანუ ძველ ანტიკურ ღვთაებებში პირველ ქრისტიანების საკუთარ წმინდანებს მოიაზრებდნენ და ინერციით ატარებდნენ როგორც ქრისტიანულ, ისე ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებულ გემა ინტალიოებს ერთდროულად. ურბნისის სამაროვნის ნომერ 252 სამარხში აღმოჩნდა ბაცი სარდენის ინტალიურ რკინის ბეჭდის ფრაგმენტებში ოვალური ინტალიოს ბრტყელპირზე ამოკვეთილია დელფინი ღუზაზე. არის შემოხვეული და ბოლოში ჯვრისებურად გაშლილი კუდი აქვს, როგორც ერთ რომაული წარმოშობის პირველი საუკუნით დათარიღებულ ორფენიანი ონიქსისგან დამზადებულ ქრისტიანულ გემაზე. მეორე არის რომაული და პირველი არის ურბნისში აღმოჩენილი და ქრონოლოგიაშიც განსხვავება რომაული არის პირველი საუკუნისა და ურბნული არის მესამე საუკუნის. მაგრამ კომპოზიცია უთუოდ ერთნაირია და უთუოდ უკვე ქრისტიანული დატვირთვა აქვს ამ გემას. სამთავროს სამაროვნის ნომერ 86-ე აგურყუთში აღმოჩნდა ვერცხლის ბეჭედი ბრტყელი ოვალური სარდიონის გემა ინტალიოს პირზე ამოკვეთილია დელფინი. მესამე საუკუნით არის დათარიღებული. აქაც უკვე აი ესეთი გადამკვეთი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების ესეთი გადაკვეთა მე მაფიქრებინებს პირადად, რომ იგი შეიძლება იყოს უკვე ქრისტიანული. სამთავროს სამაროვნის ნომერ პირველ ქვაყუთში, რომელიც ერთი სიტყვით ეს არის დელფინი, რომელსაც თავზე საპირისპირო მიმართულებით თევზი აქვს გამოსახული და ესე იგი სამთავროს სამაროვნის ჩრდილოეთ ნაწილში გათხრილი სამარხები სამხრეთ ეზოზე გვიანდელია და ვფიქრობთ, რომ გემა ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნისა და უფრო მოგვიანო ხანის უნდა იყოს. ცნობილია, რომ გარდა ქრისტეს სიმბოლური მნიშვნელობისა, თევზს კიდევ ჰქონდა სხვა დატვირთვა. ის იყო მორწმუნესული სიმბოლო, როგორც ტერტულიანეც მიუთითებდა, ჩვენ თევზები ვართ, რომელთაც იხთუს მიგვიძღვის, წყალში ვიბადებით და მხოლოდ წყალში ყოფნით გადავრჩებით. სამთავრულ გემაზე დელფინი და მიზურგზე წარმოდგენილი თევზი თავით სხვადასხვა მიმართულებით არიან წარმოსახულები, რაც გვაფიქრებინებს, რომ დელფინს ზურგით მიყავს თევზი. ჩვენი მოსაზრებით აქ გამოსახულია თევზი, ქრისტიანი მორწმუნე სულია, რომელიც აიქიაში გადაყავს დელფინს. მივიჩნევთ, რომ გემა ქრისტიანულია. ბიჭვინთის სამაროვანზე 302 სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის ბეჭდის ფრაგმენტები სარდიონის გემა ინტალიოთი, რომელზეც საკმაოდ სქემატურად ამოკვეთილია დელფინი. ორმო სამარხში მიცვალებული ესვენა გაშოტილი, ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი და თავით ჩრდილოეთის ბეჭდებისა და გემას თავისი ფორმითა და მოყვანილობით გვიან ანტიკურ ხანას განეკუთვნება, ხოლო დელფინი მიჩნეულია ზღვის სამყაროსთან დაკავშირებულ არსებას, რომელიც მეზღვაურებისთვის ზღვაში გზის მაჩვენებლის სიმბოლოა. ჩვენი მოსაზრებით მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვა წარმართული წესითაა შესრულებული, გემა ქრისტიანულია, რადგან დელფინის კუდი მოდელირებულია იმგვარად, რომ კუდის ბოლოზე ჯვრის გამოსახულება მკაფიოდ შეინიშნება. მაშასადამე დელფინის გამოსახულებიან გემებს შორისაც ნაწილი ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე ნაწილი ქრისტიანულთან და ისინი თანაარსებობენ. ქრისტიანულ სამყაროსთან დაკავშირებული გემები დელფინის გამოსახულებით უკვე ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან ჩდება. თვითონ დელფინი პირველი საუკუნიდან ჩდება, ჩვენ ნახეთ პირველი საუკუნის ბეჭედი, მაგრამ აი ქრისტიანული უკვე შეიძლება იყოს მეორე საუკუნიდან. და არსებობს ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნემდე შემდგომ პერიოდში ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში დელფინის გამოსახულება ქრება. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი არ არის, თუ თქვენთვის არის ცნობილი და მომაწოდებთ ინფორმაციას, მადლობელი დაგრჩებით. წინა ქრისტიანულ პერიოდში ბეჭდები დელფინის გამოსახულებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ უფრო ადრეულ მასალებში ცოტა, მაგრამ მაინც გვხვდება ბეჭდები თევზის გამოსახულებით. საქართველოში აღმოჩენილ ბეჭდებს შორის, რომელზეც თევზის გამოსახულება ამოკვეთილი, უადრესია ბანში.
აღმოჩენილია ეს ფარაკიანი ბეჭედი, რომელიც დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით და გრაფიკული სტილით არის ამოკვეთილი, თუმცა მკაფიოა. თევზის გამოსახულებას გარშემო ფარაკის კიდეზე მცირე ნაჭდევების წრეების რიგი შემოუყვება, რაც მომგებიანად ეხამება ასეთივე ნაჭდევი წრით გადმოცემულ თევზის თვალს. ერთი შეხედვით პრიმიტიული გამოსახულება ერთობ ცოცხალი, გამომსახველი და დამაჯერებელია. ასეთივე ბეჭედი, ფარაკიანი ბეჭედი აღმოჩნდა აწყურშიც თევზის გამოსახული და საერთოდ ძალიან ცოტა არის, მე მეტი არ შემოხდა. აი მაგ პერიოდში ძველი წელთაღრიცხვის მე-4-3 საუკუნეში ელინისტურ ხანაში არ შემხვედრია თევზის გამოსახულებიანი სხვა ბეჭდები. ახლა ეს რასთან არის დაკავშირებული? თევზები არის უამრავი გამოსახული გვიან ბრინჯაოს ხანის მე-9-მე-6 საუკუნების პირველი ნახევრის მხატვრულად დამუშავებულ კოლხურ ბრინჯაოს ნაწარმზე და სამხრეთ კავკასიურ ბრინჯაოს სარტყლებზე. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ეს ბეჭდები მე რო გაჩვენეთ ვანში და აწყურში ამეთქე კიდე აღმოჩენილი ვფიქრობთ, რომ ეს არის აი ამ ძველი რელიგიური შეხედულებების გაგრძელება, გვიანდელი რეპლიკა. რაც შეეხება ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარებას ახალი წელთაღრიცხვის 326 წელი, ამის შემდეგ, როგორც აღნიშნეთ, ქრისტიანული ხელოვნებაში დელფინი არ ჩანს, თუმცა შენარჩუნებულია თევზის გამოსახულებები, რომლებიც წარმოდგენილია ქართულ რელიეფებზე, მაგალითად დავათის სტელაზე. აი თევზი ფონი არია, ეს აი სადაც ეს ამბანი არის ამოკვეთილი, ის ფონი არის თევზი, თევზზე არის ამოკვეთილი. ხედავთ ხო, კარგად. სადაც გამოსახულია ქართული ამბანის ამაღლების სცენა ორ ანგელოს შორის მოთავსებულ თევზის გამოსახულების ფონზე. ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ამბანი. ასევე საინტერესოა თევზის გამოსახულება ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკაზე. ასევე ანაკოფიისა და ბრამბის ახალი წელთაღრიცხვის მე-6-მე-8 საუკუნეების ტაძრებზე. განვითარებულ შუა საუკუნეებში თევზის გამოსახულება ჩანს ვერცხლის ბეჭდის ოვალურ და ბრტყელ პირზე სოფელ ძუკათადან, ახალგორის რაიონი. იქ განძის შემადგენლობაში იყო, რომელიც თიხის ჭურჭელში ინახებოდა მონეტებთან 82 ხულა გვიდთან ერთად, რკალი მხრებთან ორნამენტირებულია და შემკულია რომბებით. პირზე ცენტრში გამოსახულია თევზი, ირგვლივ მცენარეული ორნამენტია წარმოდგენილი. თევზზე გამოსახულია გაურკვეველი ხაზები, შესაძლოა წარწერა იყოს. მონეტების მიხედვით ბეჭედს ვათარიღებთ ახალი წელთაღრიცხვის განვითარებული შუა საუკუნეებით, ერთი სიტყვით მე-13-მე-14 საუკუნეები და ცხადია მივიჩნევთ ქრისტიანული შინაარსის ნაკეთობად. გვიან შუა საუკუნეებში სამცხის საათაბაგოს ჯაყელთა დინასტია ედგა სათავეში. დინასტიის ფუძემდებელი და მესხეთის პირველი დამოუკიდებელი მმართველი სარგის პირველი იყო საქართველოში მონღოლთა გაბატონების შემდეგ ჯაყელები მთელს სამხრეთ დასავლეთ საქართველოში, ანუ მაშინდელ სამცხეს საათაბაგოს სამთავროში ბატონობდნენ. სამცხე ძლიერი სამთავრო იყო მე-13-მე-16 საუკუნეებში ჯაყელების რეზიდენცია, ქალაქი ახალციხე გახლდათ. მესხეთის ძლიერი ფეოდალი ყვარყვარე ჯაყელი იწყებს მონეტების მოჭრას. მონეტის მოჭრა მეფის უფლება გახლდათ. ამ მონეტის არსებობით ირკვევა, რომ მე-15 საუკუნეში საქართველოში სახელმწიფო მონეტის გვერდით ჩნდება ეგრეთ წოდებული ფეოდალური, ანუ მთავრის მიერ მოჭრილი მონეტა. ყვარყვარეს მიერ მონეტაზე საკუთარი სახელის აღნიშვნა დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. უდავოა, რომ საქართველოს მთლიანობის დარღვევისთანავე უზენაესი მფლობელის სხვა რელიგიებთან ერთად ათაბაგმა საკუთარი ფულის მოჭრის უფლებაც მიითვისა. მე-15-მე-16 საუკუნეების საქართველოში მოჭრილ ფულზე ზარაფხანის სადაურობის აღნიშვნა აღარ წარმოებს. მესხეთში მოჭრილ მონეტებზე ქალაქის სახელწოდება არ არის მითითებული, თუმცა ფული ათაბაგების სამფლობელოს რეზიდენციაში, კერძოდ ახალციხის ზარაფხანაში იჭრებოდა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარეს სახელზე მოჭრილ ვერცხლის მონეტის შუბლზე ხაზოვან სწორკუთხედში მოთავსებულია ქართული ორსტრიქონიანი ზედწერილი ყვარყვარე, ხოლო ზურგზე ეს ზურგია სქემატურად გამოსახული თევზი. ანუ ის მაინც აი ეს იმდენად ქონდა გამჯდარი სისხლში, რომ აი ეს თევზი ამ შემთხვევაში მისი წამსის შეიძლება ფარული წარსის აღნიშნულიც იყო. თევზი არის გამოსახული ერეკლე მეორის სახელით მოჭრილ სპილენძის მონეტების შუბლზე, ქართული ზედწერილი ერეკლე, სპარსული ზედწერილი იჭედა თბილის
თევზი არის გამოსახული ასევე გიორგი მე-12-ის სახელით მოჭრილ სპილენძის მონეტების შუბლზე, ზურგზე ქართულიზე წერილით გიორგის, სპარსულიზე წერილით იჭე და თბილის. და ბოლოს გვინდა შევეხოთ მუზეუმის მიერ 1958 წელს შეძენილ ვერცხლის ერთ ბეჭედს, რომლის მართკუთხა ფარაგზე გაუმართავი კალიგრაფით დიდ-პატარა ასოებით ამოკვეთილია მხედრული ნეგატიური ოშტრიქონიანი წარწერა ალაბერდი. ეს ნეგატიურად არის და ამიტომ არ ჩანს, ვერ დაინახავთ თქვენ, მაგრამ ესე აწერია. სტრიქონებს შორის მოთავსებულია ქრისტეს ან მორწმუნე ქრისტიანის აღნიშნული მომცრო თევზის გამოსახულება. საფიქრებელია, რომ ბეჭედი ალაბერდის ტაძრის ან იქ მოღვაწე სასულიერო პირის კუთვნილება იყო. ბეჭედის რკალი მრგვალგანი კვეთიანია, რომელზედაც დარჩენილია ოთხკუთხა ფარაკი. ამგვარი ბეჭდები გავრცელებულია მე-19 საუკუნეში, რაც კიდევ უფრო გვიმყარებს დიდ-პატარა ასოებით შესრულებული წარწერა, გაუმართავი კალიგრაფია. ეს დეკადანსი სწორედ მე-19 საუკუნიდან შეინიშნება საქართველოში დამზადებულ ბეჭდებზე. და ბოლოს ჩვენი დასკვნები არის ასეთი. პირველ ჯგუფში გაერთიანებული ყველა გემა თევზის გამოსახულებით, ახალი წელთაღრიცხვის პირველი მეოთხე საუკუნე ქრისტიანული კონტექსტის გარეშე არ იყო მხოლოდ ქრისტიანის კუთვნილება. მეორე, პირველი ჯგუფის თევზის გამოსახულებიანი გემაინტოლეების შესაძლოა კუთვნილება ყოფილიყო როგორც წარმართების, ისე ქრისტიანების მიუხედავად წარმართული წესით დაკრძალვისა. თუ წარმართებისთვის თევზი ნაყოფიერების სიმბოლო იყო, ქრისტიანები მაშინვე გამოიცნობდნენ ან იგულისხმებდნენ ქრისტიანულ სიმბოლიკას, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო დევნაში მყოფი ქრისტიანებისთვის და რასაც ვერ მიხვდებოდა ოფიციალური ხელისუფლება. ადრე წარმართებისათვის დამზადებულ თევზის გამოსახულებიან გემებს მოგვიანებით ქრისტიანები იყენებენ საკუთარი მწამსის აღსანიშნავად. მეორე ჯგუფში გაერთიანებული თევზის გამოსახულებიანი გემები ქრისტიანული კონტექსტის თანხლებით ყველა ქრისტიანის კუთვნილებაა მიუხედავად წარმართული წესით დაკრძალვისა. გემები დელფინის რეალისტური გამოსახულებით ორად გაყოფილი კუდით მეტადრე ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებისა ანტიკურ სამყაროსთან არის დაკავშირებული და წარმართის კუთვნილება. გემები დელფინის სქემატური გამოსახულებით ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებისა, სადაც დელფინის კუდზე ისახება ჯვრის გამოსახულება, ქრისტიანულია მიუხედავად დაკრძალვის წარმართული წესისა. ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მერე დელფინის გამოსახულება აღარ ჩანს. თევზის გამოსახულებიანი გემაინტოლეები ყველაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირებულია მცხეთის რაიონში, როგორც დავინახეთ, საიდანაც როგორც ჩანს მიმდინარეობდა რადიაცია ქართლის სამეფოს პერიფერიულ სამაროვნებზე და შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ პუნქტშიც. მეათე ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მერე თევზის გამოსახულებები როგორც ქრისტიანული სიმბოლო შენარჩუნებულია ქართული ხელოვნების სხვადასხვა ძეგლებზე, რელიეფებზე, მონეტებზე, ბეჭდებზე, ვიდრე მე-19 საუკუნის ჩათვლით. ბადლობთ ყურადღებისთვის. About the work is part, keep autonomy, Israel. როდის მაინტერესებს თქვენ ზანეთ რომ ეს თევზის გამოსახულება, ეს ცნობილია რომ ეს არის ჩემი აზრით ესე ცნობილი რომ სამყაროს შექმნიდან მოყოლებული თემი ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ეს არის აი ქრისტიანობასთან ძალიან ახლოს და ქრისტიანობა როგორც შემოდის თევზი როგორც ქრისტეს ერთი გამოსახულება არის და მე მაინტერესა აი ძალიან მშვენიერი მასალა გაქვთ თქვენ მაგრამ აი ეს სად არის აქ თუ შემოტანილია თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არის რომაული გემები შემოტანილი მე აღვნიშნე ამის შესახებ ყველა არა აი ზოგზე ხო თქვით რომ იქ ფიქრობს ქალბატონი მარგო ლორთქიფანიძე რომ ადგილობრივად არის შეიძლება უცხოოსტატის მიერ დაწესებული მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა რატო იცით დაუშვათ შემოდის და სავაჭრო გზით არის მოხვედრილი იბერიაში აი მოთხოვნა თევზის გამოსახულებიან გემებზე მაღალია კი ბატონო მე უბრალოდ მაინტერესებს არის თუ არა აი სახელოსნოები სადაც ეს გემები მზადდება და ეს ადგილობრივია თუ არა იმიტომ რომ შემდეგ უკვე პირველი საუკუნიდან დაწყებული ეს შემდეგ უკვე გადადის ანტიკური ხანიდან ქრისტიანობა როგორც კი შემოდის ეს თქვენ დავათი ახსენეთ ხო აი ამ ძეგლზე ძალიან დიდი
ის იყო რა ქვია დებატები და იქ თქვენ თქვით რომ ეს თევზია. კი ბატონო, იქ ლაპუშიც ჩანს. მაგრამ იქ არის ამბანი. ხო? საერთოდ ეს ძეგლი დავათი. რა, ნუ დათარიღებული არის მე-7 საუკუნეებით, ხო? კი ბატონო, ელის ბარაშვილი წერეთელი, რამიშვილი, ეს ძალიან დიდი სიყვარული. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ აი ეს თევზის სახე გავიმეორებ, არის დაკავშირებული ქრისტესთან. კი ბატონო. და ადრეულ ხანაში სიმბოლურად გამოსახავდნენ სანამ ფეხს გაიგავდა ქრისტიანობა. აი თქვენ გძანეთ რომ შემდეგში არის სხვა ძეგლებსაც გამოსახული გვიან მე-19 მაგრამ ეს სიმბოლოები ძალიან აღარ არის რეალისტურად გამოსახული, ძალიან სქემატურებია. როგორც კი შემოდის ქრისტიანობა მძლავრად, უკვე მე-8 საუკუნეებიდან, აი ადრეულ ხანებში მე-7 საუკუნეებიდან სანამ ქრისტიანობა მძლავრად მოიკიდებს ფეხს, არ არის საშიშრო და მას რეალისტურად გამოსახავენ. და მაინტერესებს აი ეს თქვენ თევზის გამოსახულებებიც როგორ ძალიან რეალისტური ეს დელფინი შვენივრად არის გაკეთებული და აი საინტერესოა აქ იყო თუ არა ჩვენთან და სახელოსნოების როგორ არისო ქალბატონი მარგო ლურთქიფანიძე ხაზგასმით აღნიშნავს რომ სახელოსნოები იბერიაში იყო ადგილობრივი მაგრამ ვინ მუშაობდა აქ აი ეს ამაცია საქმე რომ ოსტატები შეიძლება იყვნენ მოწვეული ოსტატები როგორც წესი ბერძნები მუშაობენ ხოლმე ესეთ სახელოსნოებში მაგრამ ახლა აი ესეთი აი ოქრომჭედლობა ნამდვილად ადგილობრივი ქართული ხელოვნების დარგია, მაგრამ რაც შეეხება გლიპტიკას, ეს შესწავლილია უფრო, აი, მაგრამ ისეთი ოსტატები ჩვენ რატომ არ უნდა ყოლოდა დაუშვათ, რატომ უნდა ვიფიქროთ ესე რომ არ ყავდა, ვინც ადგილობრივად ამზადებდა ასეთ გემებს. სულ მაინტერესებდა კულტურა, ქონდა თუ არა ადრეული ხანიდან საქართველოში ცხოვრებ ტომებს, ადგილობრივებს, ის კულტურა რომ დაემუშავებინათ. ქვა და შემდეგ ეს ქვა უკვე გადადის მცირე პლასტიკაში და შემდეგ მონუმენტურში. თელი ის არის, არ არის. ყოველ შემთხვევაში რომაულ პერიოდში, პირველ მე-3 საუკუნეებში ქალბატონი მარგო ლურთქიფანიძე, რომელიც არის ფუძემდებელი გლიპტიკური სკოლის საერთოდ, მოიაზრებს, რომ აუცილებლად არსებობდა ადგილობრივი სახელოსნო. და ძალიან საინტერესო მასალაა, ძალიან ის და უბრალოდ მე მინდა ერთი რაღაცას თქვა, რომ აი ეს ვინც ამაზე მუშაობს, ვინც ამას აკეთებს, არა, აი იმას ძალიან დიდი კულტურა აქვს კეთების. ნუ უკვე მაშინ ქრისტიანობაში რა თქმა უნდა ეს საბერძნეთიდან მოსული ეს სირიდან წამოსული ეს ჩვენი ბერები შემოაქვთ ეს ყველაფერი და ასწავლიან მათ. ხონდა ის შემდეგ იმიტომ არის განვითარებული ჩვენი ეს მცირე პლასტიკა და კი იცით რა უფრო ადრეც აი მაგალითად კლდეეთში არის აღმოჩენილი ერთი გემა პორტრეტული გამოსახულებით რომელიც არის ადგილობრივად დამზადებული ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნე ანუ ტრადიცია არსებობს ეგეთი დიახ იცვლის იცით რა თქმა უნდა ეხა ეგ რომის პირველ მე-3 საუკუნეში რომის გავლენა მაღალია ძალიან და შემოდინდება იქიდანაც გადაღებაც მინაბაძებიც არის ადგილობრივი დამზადებულიც არის და სავაჭრო გზით შემოდინებული მასალაც არის თევზს ამას ძალიან დიდი გადმოთვა აი ქრისტიანობასთან შენ ტრანსფორმაციას განიცდის მე შემეცადე რა შეიძლება მაქსიმალურად მომეკრიბა ეს თევზი ეს არის მასალა და ძალიან საინტერესოა. აი ეხლა ესენიც არა, ამას ვინც აკეთებს, დაწყებული ადრეული ხანიდან პლასტიკაში თუ არა ხარ ამაში გათვისნობი, ამას ვერ შექმნა. ამის თქმა მინდა თუ დანარჩენ რაც თქვენ ძალიან შვენიერი მასალაა და მე უბრალოდ მაინტერესებდა ეს ადგილობრივი ნაწარმი იყო თუ არის შემოტანილი ბატონო გოგი არის გემები შემოტანილი, არის მინაბაძი და არის ადგილობრივად დამზადებული. დიახ. არაფერი. ახლა შენ თუ იყო კონკრეტულად
სახელოსნოებს არ აქვს ესეთი მონაცემები სადაურო რაღაცები. არა ეხლა რა ქვია რა შეიძლება სახელოსნოების შესახებ არის სადაურო არის. შეიძლება გამოთქმულები მარგოსაა გამოთქმული რომ იყო ხო სახელოსნოები. კი, როგორ არა, გამოთქმული, როგორ არა. მაგრამ არ არის ეს. იცით რა, ეს კიდევ ერთადერთი შემილია დამამტკიცებელ საბუთად მოვიყვანო, რომ არსებობს ნამზადები აღმოჩენილი, ანუ მომზადებულია გემა ამოსაკვეთად. ნამზადი და ზედკვეთილობა არ არის. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ სახელოსნო არსებობდა. კარგი. აბა კიდე არის რამე კითხვა? ისმენ მადლობა ძალიან საინტერესო პროცესებისთვის. მაინტერესებს ესეთი საკითხი, რომ დანიშნულება თუ იცვლება, აი მაგალითად იტალიურების შემთხვევაში, არ თორე განსხვავება ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის შემდეგ. ანუ საბეჭდავად გამოიყენებოდა თუ არა? ჩემის აზრით არ გამოიყენებოდა თევზებიანი გამოსახულებები საბეჭდავად. ისინი იყვნენ ბეჭდები, რომლებიც მრწამსის აღნიშნული იყო ეს გემა და შეიძლებოდა მფარველი ამულეტის სახით ეტარებინათ მფლობელებს. ეს შეიძლება გარკვეულად ნამდვილად შეიძლება ამის თქმა იმ შემთხვევაში, როცა წარწერებია შეტრიალებული. აი ბოლოს რო ბეჭედი ვაჩვენე, ის ნამდვილად საბეჭდავია. გამოიყენება ისე დანარჩენ შემთხვევაში სადაურო შეიძლება არ არის ეს. მითოლოგიასთან თუ არის კავშირი? მითოლოგიასთან. როგორც ანტიკურ პერიოდში, ისე უფრო რა თქმა უნდა ეს თევზის თანავარსკვლავებთან არის დაკავშირებული და ანტიკურ სამყაროში ეს ძალიან ფართოდ მოიხმარებოდა თევზის გამოსახულებები, ისე როგორც ქრისტიანულში, როდესაც ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჯვარი უფრო გვიან ჩნდება ვიდრე თევზი. თევზი იყო პირდაპირ ქრისტეს აღნიშნული ან მორწმუნესულის აღნიშნული. ის არის მარშევანგელო თქვა რაღაცა. ძალიან კარგი მოხსენება მოვისმინეთ, მადლობა კეთის. ძლიერი მოხსენება იყო, არა, აქედან მითქვი ცოტა რომ აუცილ მასთან. ისი თქმა მინდა კეთის არ მოხსენებია, რა თქმა უნდა იცის, მაგრამ მაინც ვიტყოდი გრაფიკული ისინი სარტყლებზე და ამ კოლხურ ცულებზე ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა დაციტეს. არის მცირე პლასტიკიც. აი ძალიან ბევრი ასეთი მცირე ისენია ნიმუშები თევზისა, იმიდან შილდის სამლოცველოზე. მართალია ის დათარიღებულია ცოტა ადრე, მე-14-მე-12 საუკუნით, მაგრამ ქალბატონი ლეილა ფარცხავა მეუბნებოდა, რომ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან გვიანდელი რა მე-7-მე-8 საუკუნის ესეთი ნივთებია. ამდენად მე-9 საუკუნიდან უკვე ეს მცირე პლასტიკის ნიმუშები საკიდები არა მხოლოდ ეს არის შეწირული ნივთები, საკურთხეველთან აღმოჩნდა ეს თევზები, სხვადასხვა ცხოველი, ირმები, ტახები და მათ შორის თევზები და დიდი მადლობა შეიძლებოდა ამ მაგალითის მოყვანაც, რა თქმა უნდა. თქვენ ქალბატონ მარგოსის ახსენეთ იმისი მოსაზრება, რა თქმა უნდა, რომ ადგილზეც იწარმოებოდა ეს გემაინდალიოები და თქვით ამ შესახებ. რა მინდა ახლა მე გამიჩნდა კითხვა და იმის რო ემყარებოდა რაღაცას ხო ან წუნის სახით სადღაც რაღაცა უნდა იყოს რომ ვიფიქროთ იმაზე რომ აქ გზადდებოდა არა მარტო ლომავი შემოტანილი ვაჭრობის სიტყვათა საერთოდ აი ნება მომეცით რომ ეხლა კი ნება მომეცით რომ აი ეს თქვა საერთოდ აქ აზრი იყოფოდა მე ვიცნობ ორ დიდ ქართველ გლიპტიკოს ეს გახლავთ ქალბატონი მარგო ლორთქფენიც და ეს გახლავთ ქალბატონი ქეთევან ჯავახიშვილი აქ ქალბატონი მარგოს და ქეთევან ჯავახიშვილის აზრები იყოფოდა და თუკი მარგო ლორთქფენიძე ამბობს რომ აი იყო ადგილობრივი სახელოსნოები და აქ მზადდებოდა და მას ეს ის მეცნიერი არ იყო რომ არგუმენტების გარეშე რაღაცა ეთქვა და რა თქმა უნდა თავისი დამადასტურებელი არგუმენტები აქვს მაგრამ ქალბატონი ქეთევან ჯავახიშვილის მოსაზრება არის ეს რომ ზოგადად გლიპტიკა არ იყო ქართული აი
ტრადიციული და ესეთი ეროვნული, ისე როგორც ოქრომჭედლობა. გესმით რას ვამბობ, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ აქ არ მზადდებოდა და ადგილობრივი სახელოსნოები. ხო და რო იყო ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადგილობრივი სახელოსნოები არ იყო და მე კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო გიორგი, რომ წუნი აი დაუსრულებელი იყო თქო, ერთზე რო ვთქვი. დაუსრულებელი და გალბატონმა მარგომ ივარაუდა რომ თუ კი დაუსრულებელია ეს დაუსრულებელი ნაწარმი ხო არ შემოვიდოდა არა ეს ერთი და მეორე ის რომ წუნს მე ვერ დავასახელებ მაგრამ სამაგრო დავასახელებ რომ არსებობს ნამზადი აი მომზადებული გემა ამოსაკვეთად და ეს შეიძლება არსებობდეს იყოს იმის დამადასტურებული რომ ადგილობრივი სახელოსნოები მაინც არსებობდა ლიფტიკის იარაღები ცნობილია? აი თვითონ იარაღები ცნობილია, რომ ლიფტი აკეთებენ. სახელოსნო არა როგორ არ არის ცნობილი. არსებობს, არის საჭირისები, დიდი საჭირისები, მცირე ზომის საჭირისები, არსებობს ბუტეროლი, რომელიც ცით როგორ ხდებოდა ამოღება, ძალიან რთული პროცესია. იმიტომ რომ ქვა არის პატარა და ძალიან მკვრივი. და აქ მოცულობი ჯერ ხდებოდა რაღაცა დიდი მოცულობების ამოღება და შემდეგ ხდებოდა საჭირისების დამუშავება. მე გაიგავსეთ კიდე ესე ძალიან საინტერესო მოვლენა ხანში შესული ადამიანი ამას ვერ გააკეთა და რატო? იმიტომ რომ თვალის არა. ეხლა ეს არის ძალიან პატარა რაღაცა, რადგან ხდება ეს ისა. აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც გეუბნებით. არ არის გათვალისწინებული ეს ზოგადად იმაში, რა ეხლა ჩვენ ქრისტიანულ ხანისებაში რო აკეთებდნენ აფერ ბერები, ნუ გასაგებია, ქვასაც გააჩნია. თუ კორუნდია, იმ კორუნზე ვერ გააკეთებს, ხო? ძალიან ის უნდა იყოს, რა ქვია, მაღალი. არის დაზგაც. ხო, უნდა დაზგაც. ეს საჭიროები საბერძნეთში მასწავლებლებში? კი. არა, ისევე არის ნაპოლი, ოღონდ იმ სამყაროში, იმას და დაზგაც. კი. ისვე ერთი მაინტერესებს ქვის აი სახეობებზე კონკრეტულად რა სახეობებზე ხდება ამოკვეთა ადგილობრივზე თუ არსებობს ეს სახეობები თუ არის კლასიფიცირებული დაუშვათ რა პერიოდში რომელ სახეობებში კი ესე იგი ძირითადად ხდება კვეთა რომაულ პერიოდში სარდიონზე არის გრანატები უფრო მდიდრულ სამარხებში. ესე ქვია პირდაპირ გრანატია, ანუ ლალსკი არნიშნავს, ეს არის ესეთი ქვის ჯიში, ძალიან მაგარი ქვის ჯიში, რომელსაც ეწოდება გრანატი და საერთოდ ეს ქვები არის საკმაოდ მაგარი ჯიშის ქვები არის. და ქალცედონი ძალიან ფართოდ მოიხმარება, ქალცედონის მადნები არის ახალციხეში, მაგალითად. ადგილობრივი და აი ამ სარდიონს და გრანატს ვერ დაგესახელებთ ნამდვილად ადგილობრივად რა შეიძლება უფრო შემოტანილი მასალა არის ხო დასავლეთ საქართველოში მაგრამ ეს კი ბატონო ძივების სახელოსნოები კი არსებობს მაგრამ მე ვამბობ თვითონ აი აღმოსავლეთ საქართველოში სადაც ესე ფართოდ არის ეს რომაული ნაწარმი შემოდინდება აი აღმოსავლეთ საქართველოში ესეთი ადგილობრივად ვერ მოიპოვება სარდიონი და ეხლა რამდენად გადმოქონდა დასავლეთიდან ეს დასავლეთ საქართველოსთან სარდიონის ქვები ეს ჩემთვის უცნობია ნამდვილად. აი ეს წეგანო ახსენეთ რა ეს ძვების სათანადო სახელოსნოები არის დასავლეთში პრაქტიკულად უხუჭაში არის ბანძაში არის მოქალაქეებში არის და ოჩხამოში არის იქ ყველაფერს ამბლადებდნენ უამრავი იყო მოიპოვება თვითონ დინარებში აი ტეხუჯის ორივე პლატეზე აბაშაში ეს მინერალები და მოაქვს მაგრამ ეხლა მე სულს ვარ აღსანიშნავი შეგეკითხოთ აი დელფინზე მინდა გავაგზავნო დელფინები თითქოს პარადოქსულად ჩანს იმიტომ რომ დასაბუთი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი ზღვა იქ არის დელფინები თვითონ ამ ცხოვრობს უნდა ეკარნახა თვითონ იმ სუსტატის შორის გაეკეთებინა აი ყურებში არის მაგალითად კერამიკაზე და დელფინების გამოსახულება და ქანდაკებები არის ისპანშიც არის ხო უამრავია ყურებში ყურების გამოსახულებზე
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენც გიწერია და ლეილასაც უწერეთ, ხომ ლეილასაც რომ აი გვიამბიჯოს ხანის ცულებზე თევზი არის ნაყოფიერების ხაებასთან დაკავშირებული. და ეს უსმო განსხვავებული ეპოქა ალბათ, ეს რომაულ გემებზეა საუბარი და სხვა ეპოქაა, დიახ, მაგრამ მე ხა მაინც მოვიყვანე ეს მაგალითად, აი როგორ ხდებოდა, მაინც გენეზისი როგორ ხდებოდა. რო იყო თევზი ძალიან სერიოზული სიმბოლო ნაყოფიერებისა, რომელიც ამ ბრინჯაოს ნივთებზე ამოტივტივდა და შემდეგ უკვე აი პარაკიან ბეჭდებზე უკვე აღარ აჩას, ძალიან ცოტა არის, მაგრამ აი რეპლიკის სახით, აი ეს გრაფიკული სტილი შენარჩუნებულია, როგორც გალბატონმა ლეილა მოწოდა გრაფიკული სტილი, ის არის ეს ისე უბრალოდ პეიზაჟისთვის მოვიყვანეთ. ბეჭდებზე არ არის, პარაკიან ბეჭდებზე. პარაკიან ბეჭდებზე სამწუხაროდ მე მოვიძიე მხოლოდ 2. და ცულებზე როგორ არ არის და სარტყლებზე. დიახ. ეს იმისი ლეილას იმაშია დისერტაციაში და თავი. კი, და აქვს წიგნი ძალიან კარგი საეტაპო წიგნი. ეგ არ არის მასთან კავშირში. ხო და დელფინზე თქვენ შემეკითხეთ დელფინზე და კი პასუხებთ რომ ჩემს მიერ მოძიებული დელფინების 98% არის აღმოსავლეთ საქართველოს. ერთადერთი იყო ბიჭვინთიდან, რომელიც მე თქვენ წარმოგიდგინეთ. შეიძლება ეს ახლა ეს მცირე შესწავლილობით ჩემი ბრალია და დავუშვით მეტი ვერ მოვიძიე, მაგრამ აი ეს არის რაც მოვიძიე თევზი და დელფინი და ჩემის აზრით მაინც აღმოსავლეთ საქართველოსდან წავიდა ის ერთი დელფინიც ბიჭვინთაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას.